ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოსახადად კიევში ჩაფრინდა. სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელმა ქვეყნის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პირველ რიგში რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპულ მეომრებს მიაგო პატივი, რის შემდეგაც ქვეყნის პარლამენტში გადაინაცვლა. იქ მარკ რუტემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის გამძაფრებული იერიშები მშვიდობის მიღწევის საქმეში მოსკოვის რეალურ განწყობებს აჩვენებს. Наші держави з боку Північно-Атлантичного альянсу в умовах триваючої російської збройної агресії. Direct talks are now underway. უკრაინელი ხალხი მტკიცედ იბრძვის დემოკრატიისთვის და თქვენ როგორც მათმა წარმომადგენლებმა უზრუნველყავით, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ ფუნქციონირება გააგრძელა ყოველდღიური იერიშების ფონზე ამ 4 წლის განმავლობაში. პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი მოკავშირეებთან ერთად მოწოდენებულია დაასრულოს ეს სისხლისღვრა. ნათელია, რომ ამაში ძალისხმევას დებს უკრაინაც. პირდაპირ მოლაპარაკებები პროცესშია, რაც მნიშვნელოვანი პროგრესია, თუმცა რუსეთის იერიშები, მათ შორის ისეთი როგორიც ამაღამ განხორციელდა, აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობის მიმართ სერიოზულად განწყობილი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი იხდის მძიმე ფასს ამ ომისათვის, მილიონობით მსხვერპლით ფრონტის ხაზზე. მიუხედავად საკუთარი ხალხის მსხვერპლისა, პუტინი ვერ იმარჯვებს. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე, ასევე გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას, ახლა და მომდევნო წლებშიც. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. ვიცი, რომ ზამთარი ცივია, მაგრამ გაზაფხულიც მოვა. ძლიერად იდექით, ვიცი, რომ ასეც იქნება. დიდება უკრაინას. So members of the Rada გენერალური მდივნის განცხადებით, დასავლეთი უკრაინისთვის 3 კომპონენტიან უსაფრთხოების გარანტიებს ამზადებს. ახალი რუსული აგრესიის შემთხვევაში. პირველი, მისი თქმით, გაძლიერებული უკრაინული ჯარია, რომელსაც ფინანსურად პარტნიორები უზრუნველყოფენ, რათა ქვეყანას დაცვის პირველი ხაზი ეიმედებოდეს. მეორე კომპონენტი მსურველთა კოალიციაა. ევროპული ქვეყნების ერთობა უკრაინის მხარდასაჭერად, თუმცა გენდივანს არ დაუზუსტებია თუ როგორ იმოქმედებს კოალიცია რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში სამომავლოდ. მესამე კომპონენტი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც მისი თქმით ამ პროცესში ინტერესი აქვს. თავის მხრივ, უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს მნიშვნელოვანი დრო დაუთმო უკვე ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. სტუმართან ერთად გამართულ ბრიფინგზე მან ისიც თქვა, რომ ამ პროცესში ევროკავშირის წევრობა საკვანძო საკითხია. Утриматись від ударів. მე ვეთანხმები მარკს, 800-იანი ძლიერი არმიის თაობაზე უკრაინისთვის ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით კიდეც. ამისთვის გვჭირდება საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა. შესაბამისად გვჭირდება დაფინანსება და ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს არმია და საერთაშორისო ძალები ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს ჯარებზე იქნება დაფუძნებული. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე. მთელი ამ ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ რისთვის იქნებიან მზად ევროპელები, თუ რუსეთი ისევ დაგვესხმება თავს და რისთვის იქნებიან მზად ამერიკელები. მათ შეუძლიათ ბევრი რამ, მაგრამ კითხვა ისაა, კონკრეტულად რისთვის იქნებიან მზად ასეთ შემთხვევაში. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები. холодних днів. უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით მომარაგებისკენ, ასევე რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ. ეს ყველაფერი კი აბუ-დაბიში დაგეგმილი სამხრივი მოლაპარაკებების ფონზე ხდება, რომელიც 4-5 თებერვალს უკრაინასა და რუსეთს შორის ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით გაიმართება.